კითხვა რა თქმა უნდა არის იქ საერთაშორისო გამოძიების ნაწილში. ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა ანა ჰააგაში ვარ, ყველა ძალას მოვახმარ კონტაქტებს, გამოცდილებას, რომ სამუდამოდ დასრულდეს ძალადობის კულტურა ქართულ პოლიციაში, რომლის ნაწილი მილიციად გადააქციესო. ამ განცხადებაში მაშინ საუბარია მათ შორის აი გამოყენებაზე არაადამიანური მოპყრობის წამების და გაზის კაფსულების გამოყენებაზე გაფრთხილების გარეშე. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. 1 წელი გავიდა BBC-მ დადო გამოძიება ძალიან სერიოზული ბრალდებით, ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რამდენად ემუქრება დადასტურების შემთხვევაში ივანიშვილის ტრიბუნალი, ან რამდენად იწყება ასეთ დროს საერთაშორისო გამოძიება? მადლობა ეთერისთვის. რეალურად ჩვენ გავიაზრებთ ახლა და ქართული ოცნება გაიაზრებს, რომ ახალ საერთაშორისო რეალობაში შევედით. სანქციების საუბარი სავარაუდოდ იქნება უფრო მსუბუქი და რეალურად გვერდზე გადაიდება საერთაშორისო სამართლებრივად. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არის საერთაშორისო დანაშაული. ანუ სცილდება უკვე ქვეყნის ფარგლებს. ამას ვამბობდი 17 დეკემბერს, ეგრევე როდესაც ჩავედი ჰააგაში. მე მივმართე გაეროს მომხსენებელს ჯანმრთელობის საკითხებზე. რაშია საქმე? საერთაშორისო დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, იმიტომ არის საერთაშორისო დანაშაული, რომ ის არ არის უბრალოდ დევნა, უბრალოდ დაშლა, უბრალოდ გადაცილება ფარგლების, ხო? ან თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ დაგიჭირეთ ცემე და ზედმეტად გაგისტუმრეთ. ეს არის სხვა დონის დანაშაული, მშვიდობიან მოსახლეობასთან სისტემური და განზრახ გასწორება. გაზის გამოყენება, შხამის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს აქვს ჩადენილი მაგალითად სადამ ჰუსეინს, ქართული ოცნება დავიდა, აი იმ სკერზე, როდიონოვს ვახსენებენ, კი ბატონო, რა თქმა უნდა. თანამედროვეები შეგვიძლია ასადი შეგვიძლია ვახსენოთ. კი ბატონო, ასადი და სადამ ჰუსეინი კლასიკური შემთხვევები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შხამის გამოყენების. რას ნიშნავს ეს და სანქციები რატომ არის ახლა ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მსუბუქი? კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ეხება საყოველთაო იურისდიქცია. რაც ნიშნავს, ყველა ქვეყანა, სადაც არ უნდა მოხდეს პირი, რომელსაც იქნება ეჭვი, რომ მან დაუკვეთა ან ჩაიდინა ეს დანაშაული, ყველა ქვეყანა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, ის დააკავოს და პასუხისმგებაში მისცეს. მაგალითს გეტყვით. მაგალითად, სირიული რეჟიმის, ასადის რეჟიმის ასეთი ქვედადონის პირები გაასამართლა გერმანიამ, შვედეთმა. ვიკითხავთ რატომ? ისინი იქ აღმოჩნდნენ. უნივერსალური, ანუ საყოველთაო იურისდიქციის ეპოქა იწყება. BBC-ს გამოკვლევა არ არის რომელიმე გაზეთის გამოკვლევა. ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა ნორმალურად საუბარი არის 202 გაეროს წევრი ქვეყანა დაახლოებით. აქედან უმეტესობაში სისხლის სამართლის კოდექსში, როგორც ჩვენ გვიწერია, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩამდენებს ჩვენ ვასამართლებთ. ამიტომ რომელიღაცა ჩინოვნიკი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები, ან შემსრულებელი, გომელაური, ყველა ვინც ტრიალებდა აი იმ სკასთან, რომელმაც ჩაიდინა ეს საზარელი აქტები. რო წავლენ სასეირნოდ, ურუგვაიში, ბრაზილიაში, ესპანეთში, მადაგასკარზე, სადაც უნდათ, მათ შეიძლება დაემუქროთ იქვე შეპყრობა და გასამართლება. იმიტომ რომ მეორე ეს არ არის ხანდაზმული დანაშაული, ეს არ თავდება ხვალ, არ თავდება ზეგ, არ თავდება 1 და 2 წლის შემდეგ. ქართული ნიურენბერგი უკვე პოლიტიკური საკითხია, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოში და რისთვისაც აქ აუცილებლად მინდა აღვნიშნო და დაზარალებულებს მივმართო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მტკიცებულებები. შარშანაც მუშაობდნენ ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციები ამაზე, აგროვებდნენ საბუთებს. ყველა დაზარალებულს მინდა მივმართო და უთხრა, რომ შეაგროვონ მტკიცებულებები, ექიმთან თუ იყვნენ, ვიდეოები სად იყვნენ, როდის მოხდა ეს გაზის კაფსულა, მეც მომხდა სხვათა შორის არაერთხელ. შეაგროვონ ექიმების დასკვნები, ეს მტკიცებულებები დაგვჭირდება ქართული ნიურენბერგის პროცესისთვის, რომელიც აქ მოეწყობა. კი ბატონო. ანუ ეს საფრთხე იგრძნო თუ არა თქვენი აზრით რეჟიმმა, როცა დილა დაიწყო ცინიზმით რიგითი დაბალი რანგის, ასე ვთქვათ, პარლამენტის წევრების განცხადებებით, მაგრამ მე დონეს მოუმატეს განცხადება, გვაცნობს განცხადებით, რომ BBC-ა მოატყუარაო და ჩვენ ახლა BBC-ს ვუჩივითო და ასევე დღის ბოლოსკენ სუსმა გითხრა, მეც დავიწყე გამოძიებაო. ანუ ეს დამძიმდა თუ არა საფრთხის გააზრებასთან ერთად თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, რაც უფრო
ვიღაც კომპეტენტურს მოიხმობენ და გაერკვევიან რა მოხდა და რა დონის მძიმე რაღაცა დაიდო მაგიდაზე უფრო გააქტიურდებიან, რა თქმა უნდა. ეს სუსის გამოძიება არის ისევ ჩვენი დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ უნდა გვატარონ იქ და გვალაპარაკონ 1000 სისულელე. მეორე, მე მიხარია, რომ ჩემ მოწოდებას, რომელიც თავის დროზე გავაკეთე ჰააგის სასამართლოს მიმართ, დღეს ბევრი პარტია შეუერთდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მოთხოვნა წავიდეს აქედან, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ჰააგაში, ეს ცალკე საკითხია. ხელისუფლებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვიღაცა შარლატანი იურისტები და გამონახავენ შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდე ფული გამოართვან, არაერთი ადვოკატი ყავია ასეთი ბიძინა ივანიშვილს და ეხლა ნახავენ ამ შესაძლებლობას, რომ ფული გამოართვან ამაზეც და სასამართლოში არ ბერინონ, სულ ფუჭად, ეხლა BBC-ს იმხელა სტანდარტი აქვს მტკიცების, რომ თითო წინადადების უკან რა ასიმტკიცებულება დევს. ერთი და მეორე და მნიშვნელოვანი გადაფარვა. ხვალ ველოდები ამას მე. რას? მკვდარი ვირთხა. ქართული ოცნების ტაქტიკა, როდესაც ჩვენ მივაყენეთ კუთხეში, როდესაც ქალები გვიცემეს უმოწყალოდ მეხიშვილის გამზირზე, ეგრევე გააკეთეს რაღაც იმ დღეს დააკავეს ხაბეიშვილი. მათ ახასიათებთ გადაფარვა, ხვალ გამოაგდებენ მკვდარ ვირთხას რაღაცა იტყვიან სასწაულს იმისთვის, რომ ეს დაივიწყონ, მაგრამ ეს ისეთი ტკივნეული და საშინელი რაღაცა დევს მაგიდაზე. ამის გვერდზე გადადება ვერ იქნება ვერანაირად. კი ბატონო, ჰააგას გადის ახლა გვერდზე კადრები და ხო თითქოს რაღაცნაირად მოულოდნელი ამბავია რეჟიმისთვის, რომ არსაიდან მოვიდა საფრთხე, რომ ესე იგი ქვეყნის შიგნით მოქალაქეებთან დიდგულზე არიან, ცემენ, არბევენ, აკავებენ, პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, ყველაფერს შვებიან, რაც მათ ხელთაა, რაც რუსეთმა გააკეთა. გაიარა პირისპირში copy-paste-ით, მაგრამ ახლა საერთაშორისო ტრიბუნალის ამბავს ასე მარტივად ისინი ვერ მოაგვარებენ, ხომ? შესაბამისად, აქ არის საფრთხე, რომელსაც ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ამას ვერ აკონტროლებს. ასეა ეს? ცალსახად ასეა, ის რომ ასევე მანამდე არ გამომჟღავნდა წყაროები ამ გამოძიებისა და ისე გაკეთდა და მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვინც რაღაც გააკეთა ამასთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ ჩვენ სამართალდამთავრებს, რომლებმაც გაავლეს ზღვარი. დარწმუნებული ვარ, ასეთი იყო ბევრი და ასეთი იქნება ბევრი. პოლიტიკოსიც იქნება ბევრი, რომელიც იტყვის, რომ ერთია, თქვათ, ოპონენტს რომ ვაკავებ და დროზე არ ვათავისუფლებ და ასე შემდეგ და ვაჯარიმებ, მაგრამ მეორეა, როდესაც მე ჩემ შვილებს იქ იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები. ხალხი იყო გასული თავისი თინეიჯერი შვილები დღეების განმავლობაში. როცა ჩემ შვილებს გაზით წამლავ და ხუთავ. შენ ხარ სისხლიანი დიქტატორი და შენ ხარ სისხლიანი რეჟიმის მსახური. არ არსებობს ამის დავიწყება. რა უნდა მოხდეს აქ? ამას ხანდაზმულობა ვადა ამ დანაშაულს არ აქვს. ნიურნბერგის პროცესი საქართველოში აუცილებლად იქნება. ქვევიდან ზევით ჩამოვივლით და იმ ხალხს და ისიც უნდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საერთაშორისო იურისტი, სტუდენტი, სამაგისტროსი ჩაერთოს ამ ყველაფერში. საქართველოში ცხოვრობს, ბრიუსელში სწავლობს, ამსტერდამში. ბევრი ხალხი უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ შეიძლება რომელიღაცა ლიდერი, რა თქმა უნდა, რაც გააკეთდა, ხო? ლიდერებზე წავიდეს წნეხი ეხა, რომ ხალხმა გამოცხადებულია მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მუხლი აქვთ ჩართული, ამითაც გამოვიძიებთ. ვიღაცა შეიძლება დავაკავოთ თუ უფლებამოსილება გადამეტა და ის აინტერესებს. ეხა ეს ისეთი თემა არის, რომ მოკლედ, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, იმიტომ რომ უნდა გავცვალოთ ცოდნა, ეს მტკიცებულებები და აზარალებულება უნდა შეინახონ, მნიშვნელოვანია ყველა დიაგნოზი, ყველა ექიმთან ვიზიტი, ყველა ფურცელი, იმიტომ რომ ეს იქნება საყრდენი, თუნდაც ქართული, თუნდაც ჰააგის პროცესის. და რა ხდება ხოლმე საფუძველი ან ამისი მიმართვა საქართველოსთან, არ ვიცი თუ BBC-ის ფილმი საკმარისია რომ გამოძიება დაიწყონ, თუ აი პროცედურა მაინტერესებს, რამდენად არის ეს ასე ვთქვათ, თავისით ორგანიზებადი პროცესი თუ ამას ჭირდება აქტორები. ძალიან სერიოზული თემა არის. ამის შესახებ მე პირადად შევხვდი საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებელს მაშინ ეკემაში პირადად შევხვდი მაშინ რაჟდენის ბიურომ მიწერა კიდევაც რომ რატო იყო ეს ჰააგაში ჩასული გამოგედევნენ კვალდაკვა რა თქმა უნდა მოიწერეს წერილი რომ რატო იყო ჩასული იქ ჰააგაში ეს სოციალურ ქსელში დაინახეს ეს ჩემი მაშინდელი ფოტო მაშინაც მითხრეს რომ ეს რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ისაც გროვდება
და BBC-ს სოფლიოში ყველაზე კითხვადი და ყურებადი არხის ინფორმაცია თავისთავად უკვე მისულია ჰააგაში. აქ მნიშვნელოვანი რა არის, რა თქმა უნდა, მტკიცებულებების მოგროვებას მეტი უნდა. ყველაფერს უნდა, ყველა სკოლიოს სჭირდება მტკიცებულება. შეიძლება დაისმევა საკითხი, რომ ქვეყანას აქ თუ არა უნარი თვითონ გამოიძიოს ეს ყველაფერი. ამაზე პასუხი იქნება გაცემული სასამართლოს მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ აქ ობიექტური გამოძიება ვერ იქნება ვერანაირად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სასამართლო არის დამოუკიდებელი სასამართლო და საქართველოსთან დაკავშირებით იქ გამოძიება უკვე დაწყებულია, ის ეხება რუსეთ-საქართველოს ომს აგვისტოსას. შესაბამისად, შანსები ძალიან დიდია, პოლიტიკური წნეხი მასზე განხორციელება შეიძლება მოხდეს. აი ეს არის თავიდან ბოლომდე უდიდესი უსერიოზულესი იმუნიტეტი აქვს და რაც მთავარია, ყველა ევროპული სახელმწიფო და მეტიც ყველა აფრიკული სახელმწიფო, უმეტესობა ლათინური ამერიკის სახელმწიფოებისა მისი მონაწილეა. ანუ ჰააგის გამოძიება რომც არ დაიწყოს, საყოველთაო მართლმსაჯულება იმას გულისხმობს, რომ ყველა ქვეყანა ამას თვითონ აკეთებს, იმიტომ რომ უსერიოზულესი დანაშაულია ჩადენილი. ანუ შეიძლება დამოუკიდებლად რომელიმე ქვეყანამ დაიწყოს ეს გამოძიება? აბსოლუტურად ამას ვამბობ. კი, ანუ ძალიან საინტერესო დეტალებია, რომელიც არ ვიცოდი მე პირადად. კი, ანუ ორი სხვადასხვა გზა ეხება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, იმიტომ ვარქმევთ ამ სახელს და იმიტომ ვარქმევენ ზუსტად ამ სახელს საერთაშორისო ექსპერტებიც, რომ ერთი ჰააგას შეიძლება დაველოდოთ და ჰააგამ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მეორე, ყველა ქვეყანამ, რომელსაც თავის სისხლის სამართლის კოდექსში უწერია და ასეთი ყველა თითქმის ბოროტი სახელმწიფოების გარდა ყველა ქვეყანამ თვითონ დაიწყოს ეს გამოძიება, დააკავოს პირი და გაასამართლოს ის. ამას ქვია. ანუ მაგალითად შეიძლება ბრიტანეთმა გააკეთოს. სასახად. ბრიტანეთმა, გერმანიამ, ხო გითხარით, მაგალითად ასადის ქვედა ჩინოსნები გასამართლებული ყავს შვედეთს. ისინი შვედეთში იყვნენ, ეგონათ რომ იყვნენ უსაფრთხოდ, მოკიდეს ხელი და გაიყვანეს სასამართლოს წინაშე და აგებინეს პასუხი. ივანიშვილისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი დღეს საქართველოა, ასე აღმოჩნდა. საქართველო, რუსეთი და ასევე რამდენიმე ქვეყანა, რომელიც კეთროვნად არის მიჩნეული და არ მონაწილეობს ამ რეჟიმში. დანარჩენი ყველა ქვეყანა უსაფრთხო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში მონაწილეობა არ არის. ჩვენი ამოცანა და დაზარალებულების ამოცანა არის სრული სურათი შევქმნათ, ვინ არის ეს ხალხი. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ანა და სულ ბოლოს რომ დაუბრუნდეთ, ესე იგი პოლიტიკური პროცესის შეფასებაზე, ეს სხვა მხრიდან რომ წავიკითხოთ ეს ნაბიჯი, პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზიანია და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ეს აჩვენებს თუ ეს დასტურდება რეჟიმის ბუნებას, რომ ის წამსვლელია ყველაფერზე, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მე ბილ ბრაუდერის ტვიტი წავიკითხე ცოტა ხნის წინ, ის ამბობს, რომ ესე იგი BBC-ს ფილმი აქვს გაზიარებული და ამბობს, რომ ქიმიური იარაღი აქვს გამოყენებულიო, ესე იგი რეჟიმს, ამ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და swams კითხვას, რომ ახლა საკითხავიო თვითონ მოიპოვესო თუ ეს იარაღი რუსებმა მისცესო და შესაბამისად ის წამსვლელია ყველაფერზე, ეს კითხვა ეს კიდევ უფრო ქიმიური იარაღის გამოყენება ხო ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი ვნახეთ აქ რუსეთისგან განსხვავებით ტყვია შუბლის გარდა. მაგრამ თუ დადასტურდა ეს ამბავი, რაზეც BBC წერს, ეს აღმოჩნდა, რომ არა მარტო ერთი, არამედ ბევრი ადამიანი გაიმეტეს ჯანმრთელობის სერიოზული ზიანისთვის. ხო, ის რაზეც მე თავიდანვე ვსაუბრობდი, ხა შემადგენლობა არ ვიცოდი, ამიტომ ვითხოვდი სწორედ გაეროს ჩართულობას, რომ შემადგენლობა გაგვეგო, თავიდანვე ვამბობდი, რომ ის რაც მოაწყვეს რუსთაველზე, მაგალითად, ალყები. ალყა არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მშვიდობიანი მოსახლეობის მოყოლა ალყაში. ხო, ეს არის უკვე სხვა დონე დანაშაულის. ეხლა საქმე რაშია? გამოძიება ჭირდება, რა თქმა უნდა, იმის დადგენას, არ მინდა რომ ეს ყველა ერთში მოვათავსოთ. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორ მიიღო, რა დონეზე იყო ეს ცნობილი. ხო, ხედავთ გავრილოვზე რა მოხდა, ხო, ერთმანეთს ვინ გააკეთა, როგორ ასე შემდეგ. ამას გამოძიება დაჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ადრე გამოვლინდება ხალხი და გაეთიშება ამ სისტემას, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ეს გაუკეთა. მით ადრე დაიწყებენ ისინი საკუთარ თავს.
და პოლიტიკური სურათი შევაფასოთ ანა ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად მოასუფთავა პოლიტიკური ველი ივანიშვილმა ჩვენ რასაც ხედავთ ყველა პოლიტიკური ლიდერი თითქმის ყავს ციხეში გამომწყდეული თუ არა და გარეთ ყოფებსაც არ ადგათ კარგი დღე ვისრისთვის რა შეჭაუდებენ ისთვის დაიჭერენ არავინ იცის ალეკო ელისაშვილიც მინდა შეგაფასებინო დღეს ნახეთ ის სასამართლო სხდომაზე მისი განცხადებაც ნახეთ როცა რეჟიმი ასე ავიწროვებს სივრცეს ეს არის თუ არა აი უკიდურესად ისეთი ვითარება რომელიც ყველას ემუქრება უკვე მათ შორის მათ პირველ რიგში აუცილებლად ჩვენ რო ვიცოდეთ ძალიან გონიურულად რო განვიხილოთ როგორ მთავრდება ესეთი სიტუაციები ყოველთვის მთავრდება მოულოდნელად ხშირად სასოწარკვეთილი რეჟიმის შიგნით სასოწარკვეთილი ადამიანების ქმედებით. ეხლა იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, როდესაც ადამიანი ბრალდებაში ყავს ამდენი წელი ელისაშვილს გულისხმობ. ხო, ბრალდებული ამდენი წელი სასამართლოებში ატარებ. ქვეყნიდან ვერ მიდის, აქედან რუსეთიდან დენაც დევნიან. რა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ის მანამდე, რა დაუმატეს კიდე კულუარებში, ეს ინფორმაცია ჩვენ არ აგვაქვს. კი ყველა არის რთულ ვითარებაში, სასოწარკვეთილ ვითარებაში ამ ქვეყანაში არავითარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი არ არსებობს. ამას ვითხოვ რამდენი ხანია. უნდა გავაკეთოთ სავალდებულო უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი. მანამდე ჩვენ გვმართებს სოლიდარობა და რეჟიმს შეფხიზლება. იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება ადამიანების ქმედებები გააკონტროლო, მაგრამ მათ ფსიქოლოგიურ განწყობას ვერ გააკონტროლებ. სასოწარკვეთილი ადამიანები სასოწარკვეთილ ქმედებებში ჩადიან. გადახედონ ისტორიას, გადახედონ თქვა სამხრეთ კორეის დიქტატურა როგორ დასრულდა და ამ სპირალს დასასრული არ აქვს. ნახეთ, რაც უფრო პარანოიული არის, ხელისუფლება უფრო მოუჭერს, რაც უფრო მოუჭერს, ადამიანები უფრო ცუდად არიან, ხო? ამიტომ აქედან მარტო გონივრულ, ცივ, შვიდობიან ფიქრს და საუბარს აქვს გამოსავალი და სოლიდარობას ჩვენ შორის. სოლიდარობა, მხარში დგომა, არავითარი დაკნინება, ჭხუბი, გადავლა. როგორ შეიძლება ადამიანი თუ ასეთი რაღაცა გააკეთა, მასზე დაცინვა ზევიდან როგორ შეიძლება ხალხო, სად ჯერ ესეთი გააკეთა თუ არა ხო არ ვიცით, ხო? მაგრამ თუ ასეთი სასოწარკვეთილი აქტი გააკეთა, როგორ შეიძლება ზევიდან თუ ოცნების სატელიტი არ ახარ და ოცნების პროპაგანდისტი არ ახარ, ვინმეს რომელიც სასოწარკვეთილებას ჩადეს დასცინო. ერთადერთი სოლიდარობა. ასე გავალთ ჩვენ ფონს. როგორ გავედით 90-იანები რუსების მოწყობილი არის ხო უკაცრავად? რუსების ოპერაცია არის ხო აქ რაც მოხდა? როგორ გავედით ფონს 90-იანებში? როგორ გადავრჩით? მარტო სოლიდარობით, ხო? ყველანაირი პარტიული ბილეთის გარეშე. საერთოდ არ მაინტერესებს არავის პარტიული ბილეთი. სოლიდარობა, მხარში დგომა და სიფხიზლე და გონიურულობით გადარჩება. მადლობა ანას, ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე. ანადოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის იმყოფებოდა ჰააგაში, სწორედ ამ მიმართვით, რომ იქ რაც ადგილზე მომიტინგეების დარბევის დროს ხდებოდა, ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს დგინდება აგერ ახლა BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟი ამ ხელს რეჟიმს იმაში, რომ მან გამოიყენა ქიმიური იარაღი